გამარჯობა, აქ იხილავთ დოკუმენტებს და მტკიცებულებებს, რომ სამი მათ უარა ბლოკუნებს და ბოდავს. მეტად მათთვის გასაგებ ენაზე, სამი პადლეცი. გვაქვს ერთი გამოძიება, 10 წუთიანია, კარგი გამოძიება, რომელიც გავუშვათ ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ერჩის ბანძმედია, შმაცმედია, ნაცმედია, იმ ადამიანებს, რომლებიც როგორ გითხრათ ახლა, ივანიშვილი სამიზნეა, ეგ ძალიან დიდი ხანია ხა, ფარცხალაძეც არის საუბარი იმ სიუჟეტში, რომ მსხილებაც ეხლა უნდა გაუშვათ და უბრალოდ ეხლა ვუყუროთ ამ კარგად გაკეთებულ მსხილებას და მე კომენტარიც გავაკეთო. უკვე წლებია ნოდარ მელაძის გამომგონებელი ჟურნალისტები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის სახელი აბსურდულ ბრალდებებს დაუკავშირონ. თუმცა ამ დრომდე არც ერთი ბრალდების დამადასტურებელი ფაქტი თუ მტკიცებულება ტევ-პირველის მაყურებელს არასოდეს უნახავს. როგორც წესი, ნოდარ მელაძის ფეიქ მედიის სიუჟეტები შედგება ჟურნალისტის ან საამისოდ შერჩეული რესპონდენტის ფანტაზიის ნაყოფისგან და რა თქმა უნდა მძაფრი სატელევიზიო ეფექტებისგან, რომელმაც ფაქტების არარსებობის პირობებში მაყურებელი უნდა დაარწმუნოს გამომგონებელი ჟურნალისტების მიერ მოყოლილ აბსურდში. დღეს ნოდარ მელაძის შაბათის მორიგი ფეიქ სიუჟეტი უნდა ვამხილოთ, რომელიც მხოლოდ ერთი რესპონდენტის მონაყოლზეა აგებული. ბრალდებების სიმძაფრის მიუხედავად, თქვენ სიუჟეტში ვერ ნახავთ ვერც ერთ ფაქტსა და მტკიცებულებას, რომელიც მაყურებელს სიუჟეტში მოთხრობილი ისტორიის ნამდვილობაში დაარწმუნებდა. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, როგორ ნადირობს ხელისუფლება ამ ყველაზე მომგებიანი ბიზნესის წინებზე. ეგრეთ წოდებული გამომძიებელი ჟურნალისტი 2024 წელს გვეყვება, რომ თითქოს და ცნობილ ბიზნესმენს მამუკა ქუნთელიას აზარტული თამაშების სფეროში ბიზნესი ოთარ ფარცხალაძემ იძულებით დაათმობინა. ჟურნალისტის თქმით ამბავი 2016 წელს მოხდა. სინამდვილეში მამუკა ქუნთელია არა ბიზნესმენი, არამედ IT სფეროში მომუშავე პირი იყო, რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფის სანაცვლოდ აზარტული თამაშების კომპანიამ საწარმოს 10% წილი უსასყიდლოდ გადასცა. წილივისგან შეიძინეთ და მე მგონი უსასყიდლოდ გადმოგეცათ ხო რაღაცის სანაცვლოდ როგორც ვიცი. დიახ, ჩემი პროგრამული წილი შევიძინე. კრისტალბეძია საუბარი. ჩაულებრივად პარტნიორობდი მანამდე ამ კომპანიასთან, ჩემი რესურსით და შემოთავაზება იყო, რომ ჩემი რესურსის სანაცვლოდ მივიღებდი, შევიდოდი დამფუძნებლად 10%. რა თანამშრომლობა გქონდათ მანამდე, რისი? ჩემ მომსახურეობას უწევდი პროგრამულს. ეგრეთ წოდებული გამომძიებელი ჟურნალისტი გვეყვება, რომ 2016 წელს კომპანია კრისტალბეთმა მამუკა ქუნთელიას თავიდან მოშორება გადაწყვიტა და საამისოდ რამდენიმე მილიონი შესთავაზა. ბიზნესმენი ყვება, რომ როგორც კი კრისტალბეთს თამაშების გამოყენების უფლება გადასცა, კომპანიამ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ტევ-პირველი ჟურნალისტის სიუჟეტში ყვება, რომ მას შემდეგ რაც მამუკა ქუნთელიამ კომპანიიდან გასვლაზე უარი განაცხადა, მას ოთარ ფარცხალაძის სახელი ჩუამავლები დაუკავშირდნენ და წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესმენი, რომელიც აზარტული თამაშის ბიზნესის წართმევაში ივანიშვილის გარემოცვას ამხელს, ამბობს, რომ მიგზავნილი შუამავალი მას ოთარ ფარცხალაძის სახელით ელაპარაკებოდა. თუმცა ჩვენთან საუბრისას ქუნთელიამ განაცხადა, რომ უთანხმოება მას პარტნიორებთან ჰქონდა და მასთან მოლაპარაკებას არა ფარცხალაძის მიერ მიგზავნილი შუამავლები, არამედ კრისტალბეთის ერთ-ერთი პარტნიორი ლევან ახვლედიანი და სხვა პარტნიორების წარმომადგენლები აწარმოებდნენ. ჩემი ვარაუდით, ვინც დააპროვოცირა ჩემი ესე ვთქვათ ეს ფინანსური გენოციდი, ესე ვთქვათ, არის ლევან ახვლედიანი. ყოველთვის ცდილობდა, რომ ის ყოფილიყო რა, პრიორიტეტი ყოფილიყო მაგის გადაწყვეტილება და მაგის რაღაცა, ესე ვთქვათ, აზრები. ან თქვენი მთავარი პრობლემა დაიწყო თქვენი და პარტნიორების უთანხმოებით. ანუ თქვენ დაგეძაბათ პარტნიორებთან უთანხმოება და მათ შემოგთავაზეს დაგეთმოთ წილი, როგორც მივხვდი. ეს ლევანი წავიდა, მე წავედი ფინანსურ პოლიციაში. ხო, ლევანი პირდაპირ გამიცხადა, რომ შენ კაპიკს ვეღარ აიღებო. ეს მეორე შეხვედრაზე პირველად შეთანხმებაში არ შეხვედით. მე არ შევედი.
TV პირველის ჟურნალისტი გვიყვება, რომ მამუკა ქუნთელიაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით ის ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრაზე მიიყვანეს. მეტი დრამატიზებისთვის კი რესპონდენტს საქმეში რუსი გენერალი შემოჰყავს, რომელიც თითქოს ფარცხალაძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად კრისტალბეთის 10%-იანი წელის მფლობელი შარტავას 37-თან მიიყვანეს. ავდა სტუმრად ვიღაცა რუსი გენერალი. თუმცა მამუკა ქუნთელია ჩვენთან საუბარში ფარცხალაძესთან სტუმრობის ეპიზოდს TV პირველისეული რიხით ვეღარ იხსენებს, რაც ადასტურებს, რომ მას არც ფარცხალაძე უნახავს და არც რუსი გენერალი. მე ხა გენერალი არ მინახი. რა გითხრათ? გითხრათ უშუალოდ რომ უნდა დაგეთმოთ წილები და ვის სასარგებლოდ უნდა დაგეთმოთ, რა გითხრათ? ანუ რა შემოგთავაზებთ? ხო, გადიო რა, წადიო. გაყიდეო რა, წადიო რა. უბრალოდ გაყიდეო თუ ვინმეს მიეციო. აი მაინტერესებს კონკრეტული მითითება იყო მისგან და მოთხოვნა იყო, თუ უბრალოდ გირჩიათ რომ გასულიყო. არა, ხო, ეს მე პროცესში იყო, მანამდეც იყო ამაზე საუბარი. ხა თვითონ ამ პარტნიორებამ, აი ანუ ეს ლევან ახვლედიანმა რო წამოაყენა ეს საკითხი, ჩემი უთანხმოება რომ მიიღო პასუხად და ეხა ეს ერთჯერადი არ იყო რა, რაღაც პირველ შეხვედრაზე ვერ მოვილაპარაკეთ, მე რაღაცა მეორე შეხვედრა და ამ მეორე შეხვედრაზეც დაისვა ეს საკითხი ისე და მოკლედ ეს ლევანი მთავაზობდა, ლევანის ის იყო თვითონ კონცეფცია, რომ მე მიმეცა ეს წილი მაგათვის მიმეყიდა და წავსულიყავ ის წამართვეს ყველაფერი ოქროყანაში მიწა, ეს არ ამოჭრა ძალიან, თუ ძალიან იმიტომ ძალიან არა, წამართვა ანუ შეეწირა ამ იმას თორე დავინახავ. თავს არიდებთ თქმას. თქვენ არა, უბრალოდ ეხა მე ცოტა ხო უკაცრავად უბრალოდ ეს გადავედი. როგორც TV პირველის ჟურნალისტი გვიყვება 2016 წელს დაწყებული ზეწოლის გამო 2019 წელს მამუკა ქუნთელია იძულებული გახდა თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა. ქუნთელია ყვება, რომ ქუჩაში დარჩენილი იძულებული გახდა საბოლოოდ 3 წლიან ომში თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა. 2019 წლის 2 აგვისტოს გაფორმებულ ნოტარიულ აქტში წერია, რომ მამუკა ქუნთელიას 10% ისევ მისმა პარტნიორებმა $1,000,000 გამოიყიდეს. მამუკა ქუნთელია ჩვენთან საუბარშიც ადასტურებს, რომ 10% წილის სანაცვლოდ $1,000,000 აიღო და ის კომპანიის პარტნიორებს გადაუფორმა. თუმცა ჩვენს მიერ საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ქუნთელიას მიერ ხსენებული $1,000,000 ნაცვლად ხელშეკრულებაში წილის ღირებულებად 200,000 აშშ დოლარია მითითებული, რაზეც ქუნთელია აღელდა და დოკუმენტებით გამყარებული ფაქტების უარყოფა დაიწყო. მე არ ვიცი ეგ საერთოდ. შემიძლია რომ გაჩვენო. არა, ნაკლებად საინტერესო. ხო, არ მინდა, მე მაგ ჩემი საბუთები მაგ და მე თქვენ მოგაწოდებ, ხო. 200,000 აიღეთ და ანუ ამას ვერ ვიგებ, აი აქ. აი ამას მოგნახეთ. აი აქ. წერია 200,000. ნაწილობრივ შედიოდა ალბათ მაგას, ანუ ვიღაცამ მოქონდათ ეს თანხები. ანუ ეს არ არის ის 200,000 ვიღაცა მოიტანა ის ქეშიც იყო, ანუ ბანკში შეიტანა სალაროში. მე ქეში არ ამერია. ქეში არ აგიხდით გასაგებია. დოკუმენტში რატომ არ არის $1,000,000? მე მაინტერესებს რატომ არის აქ 200,000 ნაცვლად. არ ვიცი, შეიძლება უნდა ამოვიყოთ საჯარო. მე მაქვს ამოღებული, შემიძლია ასლი გამოგიგზავნოთ. ანუ $1,000,000 სანაცვლოდ 2019. შეიკრა ეს ხო, რა თქმა უნდა, ხო, დოკუმენტში 200,000-ია. ლევან ახვლედიანმა 40,000 აშშ დოლარი, ყობა გიგლემიანმა გადაიხადა 32. ეს რა რიცხვია, დათარიღება მითხარით თუ შეიძლება. აი ეს არის დოკუმენტი. ახლა გეტყვით. 2019. რომელი 2/08/2019. არ ვიცი ეს რა დოკუმენტია. მე ამოვიღე აი ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა, ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა იქაც რაღაცა იხიმანდრეს, რაღაცა ჩაატარეს, მაგრამ მე მაგ დოკუმენტი საქართველოს ბანკში, რომელიც არის ესპანურ ბანკში, ლატვიურ ბანკში, ანუ ამის საფუძველი. და ბოლოს, რა კავშირი აქვს ამ ისტორიასთან ბიძინა ივანიშვილს? TV პირველის ჟურნალისტი და მისი რესპონდენტი მტკიცებით ფორმაში ამბობდნენ, რომ ბიზნესი მამუკა ქუნთელიას ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაათმობინეს. ჩვენს კითხვაზე რით ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესს მისი წილის მიმართ, ქუნთელიას პასუხი არ აქვს და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფია. ისევე როგორც ის ფაქტი, რომ მუდმივი თვალთვალისა და მოსმენის ობიექტია.
კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან მე შეხება არ მქონია გილბატონ. მიყურებენ, მისმენენ, მაკონტროლებენ, აი რა ვიცი. დღემდე, ნუ ნათია, თქვენ საქართველოს ხო. ფაქტები რა ფაქტები უნდა მქონდეს. რატო მგონია რომ მისმენდნენ რა? ანუ ესეთ სიტუაციაში, ესე ვთქვათ რა, ესეთ დადგმულ სიტუაციაში ხა ნაკლებად იმაშებოდა სტრესის მოსახსნელად მოტოციკლეტი შევიძინე რა, ანუ ძალიან ანტი ანუ გეხმარება რა, ხო, ანუ რა. და ესე ვზივა რა სიტუაცია, რაღაცას შეუთანხმდები დროს, ანუ ისეთ ადგილებში მოდიოდნენ ესენი ჩემთან სალაპარაკოთ, რომ ტელეფონებს ვსვლიდი, ნომრებს, ვთიშავდი, სახში ვტოვებდი, ტელეფონს სახში დავტოვებდი, წინასწარ ვიღაცას მოველაპარაკებოდი, ტელეფონის გარეშე, ხა ბევრი შვება რა, მოტოციკლზე დავდებდი ტელეფონს, ვიღაცა სიტყვაზე, ვიღაცა გოგოს შევხვდებოდი, რაღაცა შევთანხმდებოდით, პაემანი იყო თუ რაღაცა და წამოვიდოდი და ამ წასვლის დროს მარტო მე და იმ გოგომ რომ ვიცით რომ უნდა შევხვდეთ, გავიდოთ და ისეთ საკვანძო მომენტებში მოდიოდა ეს ხალხი ჩემთან მარტო აქედან გამომდინარე, გაუსაძლისი გახდა. მე ვიყავი ძალიან დიდი სარკაზმის ქვეშ ვიყავი ძალიან. უბრალოდ რაღაცა რა, ვიღაცისთვის ხო შეიძლება ლექსი გინდა უთხრა რა. როგორც ჩანს, ხმაურიანი სახელების და გვარების ხსენება ერთგვარი შანტაჟის მეთოდია ყოფილი პარტნიორების მიმართ. როგორც თვითონ ჩვენთან საუბრისას ამბობს, მისი პარტნიორების გვარებისგან განსხვავებით, ადამიანები ამ ცნობილი სახელებით და გვარებით უფრო დაინტერესდებიან. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ 2024 წელს ალაპარაკდა 2019 წელს გაყიდულ წილზე. როგორც ჩანს, წილის გასხვისების შემდეგ მადა გაეხსნა და ყოფილი პარტნიორებისგან მეტი თანხების მიღების მიზნით შანტაჟის გზას დაადგა. მისი მხრიდან მილიონების ხსენებაც სწორედ ამას ემსახურება. ამ გზაზე კი ის არ ერიდება საქმესთან კავშირში არ მყოფი გვარების ხსენებას. გამოიკვეთა ცნობადი სახეები, როგორც არის ფარცხალაძე გახარია, უცრავად ლევან კაკავა და ასე შემდეგ საზოგადოება ისე ხა ლევან ახვლედიან საზოგადოება ნაკლებად ისნობს როგორც მე ხო ხა მე არა ვარ ისეთი პოპულარული სახე რო ესე ანუ там ქრონოლოგიაში მთლიანად ამ თემაში ეს სახელი თორე არანაკლები ღვაწლი აქვს ამ რაღაც საშინელებაში ამ ლევან ახვლედიანს და კიდე არიან იქ ხო პიროვნებები რომელსაც საზოგადოება არის უბრალოდ რა თქმა უნდა მაღალი აქცენტი აქვს სახელმწიფო მოხელეებს და ნორმალურიც არის, ლოგიკურიც არის, რომ ხალხს მამუკა და ლევან ახვლედიანი ნაკლებად აინტერესებს, ხალხს აინტერესებს და საზოგადოებას აინტერესებს, ქვეყანა ვისაც აბარია. როგორც ხედავთ TV პირველის ჟურნალისტის დახმარების გარეშე, მამუკა ქუნთელია პოსტივის კამერასთან ისტორიას სულ სხვაგვარად ყვება. ინტერვიუს დროს რესპონდენტს აშკარად ეტყობა, რომ ნოდარ მელაძესთან რეპეტიციის გარეშე შეთხზული ისტორიის გამეორებას ვერ ახერხებს და გზადაგზა ამბების მოგონება უწევს. ასე ხდება, როდესაც TV პირველს ტყუილების მანქანა უბლოკდება და პოსტივი მათ უკვე მათივე რესპონდენტის მეშვეობით ამხელს. აი ახლა სარკაზმის ქვეშ ანუ ესაც ჩვეულებრივი პარანოია, მეგონა შევთანხმდით. მე მგონია რომ ეხლა ჩვენ შუაღების კრიზისი? არა, სანამ ეს გადიოდა, ჩვენ აქ ვითათბა რა თუ როგორ კომენტარი გავუკეთო. უბრალოდ ვერ არის ეს კაცი. არა, ვერ არის, არა, სათავისოდ ვერ არის ბიჭო. რა სათავისოდ ბიჭო გოგოსთან რომ მივდიოდი გადამწყვეტ მომენტში მადგებოდი მაგას ჭუად ყოფილი იტყვის და ვის შეეწოდება ხო უნდა რომ ხალხს შეეწოდოს თავი რომ ესე რეპრესიებში მაწყვეტ და მანდაციკლები რაღაცა სადაც იყო და უნდა მომეღო და ჩემი ბლოკნოტიდან მისთვის ლექსიც ამეკითხაო და იქვე და სარკაზმი მე ვაფშე იცი როგორი შაბეკილება დავჭა რომ საზოგადოება რადგანაც ამ სახეებს იცნობს, მაგითო თქვიო. დედმაროზი ძალიან ხო, ანუ თვითონ ამბობს. მავიწროებდა ფართხალაძე და დედმაროზი. მე მგონი ამას პროსტა უნდა და ეკრანზე გაჩითვა. რომ გოგოს თვითონ ეგდობე. ლექსი ვერ დაკერა და კაროჩე მე უგდებდა რომ ხე ტელევიზორში ვარ, იაზვის და გადაობათ, მაგრამ მოდი ეგრე ვთქვათ რა. მოდი იმაში სკერი მუვიში რომ მელკი ხო იცი? ინტერვიუს ვწერ, უკარო გაიშთელ ტელევიზორში მოვხდიო და ვარსკვლავი გავხდები. გადაობათ, მაგრამ აქ არის ერთი ცუდი მომენტი.
რაღაც 10 კაცზე, ან 20-ზე. ხო. ამისმა გაშლიფოვკებულმა, გაშალაშინებულმა, კარგად დამონტაჟებულმა ხილებებმა, ხო რაღაცა გვარების რახარუხმა, რაღაცა ხო მოახედე, ანუ ეგა ფეიკის ხო ეს. მეო იმათ სავსე ჯამსო, ჩემს ცარიელს ვესწრო და რაღაცა ხო გადმოისხმევაო. აი ეგ არის ფეიკის ანატომია. მაგრამ ისიც კარგად თქვა. პატარა დეპრესიაში მოტოციკლეტი ვიხილებ რა მოიც. ხო, ნუ ხომ არა ის არა, კაი. ტევ პირველი მეცი ტევ პირველი ფეიკი. მანაირად უყურებ. ტევ პირველი ფეიკი მედგენელი ხო არის რამდენი. ხო, არა, არის თემა. ეგრე არ არის, ძმო. აბა ჩემ, მოიცა, მაშინ სხვანაირად დაგისვამ შეკითხვას. აბა ნათი არ მისულიყო, აბა სიუჟეტი არ გაგვეკეთებინა. ხო, ვიღაცა ხო იფიქრებდა რა. ამ სიუჟეტის მერე მე აღარ მჯერა ადამიანი ვინც ამას ახლა სერიოზულად შეხედავს. ტევ პირველის კაცმა თავისი მთავარის ფეიკების თავისი ინიციატივით. ხო, რაღაც რამდენიმე სიტყვა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და იმის ხედვით გაიშალოს რა. ეს არის რო კრიმინალი თუ ივანიშვილი ახსენეს ეს უკვე ფურორი არის. არა, იცი რა? მე გეტყვი რა მოხდა, ბოდიში. თავარი, ანუ რა უნდა იყოს მე აუცილებლად მესამე კომპონენტი. რაიმე ტიპის მილინკვა რუსეთი. აი ეხლა მე გეტყვი. იყო. არა, ერთამის ანამიტყვი ამ ყველაფერს ყველაზე მაგარი შემსრულებელი. ბიძინა ივანიშვილის საქმეების ვინ არის? ვინა? ხარცხალაძე. რო ანუ ესე იგი შეხედეთ მოიცა. აი ეს მე გეტყვი კარგი რა, სკეჩი გავაკეთოთ. ხო, სკეჩთან თავისი იმას ვუყურებ. ბუკეტი გამოსახულებას ვუყურებ. კოქტეილი გააკეთა. მე მგონი ეგ ექსკლუზიურად ტევ პირველია, იმიტომ რომ თავარზე არ მახსოვს. ინსცენირებას რო აკეთებენ, რო ვითომ როგორ იზიებს მათი ჟურნალისტი ამ საქმეს რა. სერიოზულ საქმეს. მუხლებზე რო იყო ის ხალხი, აქ ბევრი ფურცელი რო ეყარა და იმებზე რო რაღაცებს ნიშნავდა. ხო იცი, გიჟები რო თამაშობდა. ჯადოებს უკეთ. გიჟები რო თამაშობდა ბიჭო რაღაცას, ხო იცი? არა, მონოპოლიას უბერავდა ნაღდი ბიზნესმენი. არ არის ყოველთვის კარგი. არა, რამოდენიმე შემთხვევა როცა კარგია და ეხლა ეს არ არის კარგი, მაგრამ დეტექტიურ ფილმებში ხო იცი, სურათებს რო რაღაცა უყურე დავაზე დავაუთავ. მისასვლელი გზები რო უნდა დახატონ დეტექტიურ. ხო და უყურე. ანუ თავიანთ სულ არ გამოჩენილიყო. უყურე, ძალიან კაი რაღაცა, უყურე, თავიანთ ფეიქში ტიპები დგავენ თავიანთი ჟურნალისტის საქმიანობის ფეიქს. ხო. ანუ ის ხო რეალურ საქმის პროცესის კეთების დროს არა გადაგვეცა ის ჟურნალისტის ფიქრის პროცესს, რომ ანუ ჟურნალისტი როგორ მუშაობს, მაგის ვიდეოც ეხა გეტყვით კაცო, ეხა გეტყვით. ეს ტიპი მივიდა და მოუყვადია ამბავი. რომ წამართვეს რალივალდა. აი რაღაცა გვარები გვინდა თუ შეიძლება. ხო, ეგზე. ფარცხალაძე შეიძლება არ ვიცნობ. თქვი, პრობლემა არა. და მე როცა არა იცით ბიძინა ივანიშვილი დავაბატოთ და არ მაგურდე დამატეთ. ანუ იმის რომ თქვენი სისულელე მოხდეს ტევ პირველის ეთერში თუ გინდათ აუცილებლად რამოდენიმე მნიშვნელოვანი გვარი თუ ნაღიარა მეო ვინ ჩემი ვარო ესეთი გვარები დავასახელებ. ეხლა გვაქვს მაგარი ვიდეო მეგობრებო ვალერი გამარჯობა, აქ იხილავთ დოკუმენტებს და მტკიცებულებებს, რომ სამი მათ ყუარა ბლოკუნებს და ბოდავს. მეტად მათვის გასაგებ ენაზე, სამი პადლეცი.